შეხედეთ ამას, ნახეთ რა ლამაზი ფესვები გამოუხოვანია ამ ლეღს და მინდა რომ ერთ ძალიან მნიშვნელოვან დეტალს ყურადღება მიაქციოთ. ამ მეთოდს მხოლოდ ერთი მორწყვა აქვს მიგებული, მეტი არაფერი. დანარჩენი კი საიდუმლოა, რომელსაც ვიდეოს განმავლობაში გაჩვენებთ. ეს მეთოდი ცნობილია როგორც სახარაული მეთოდი, ტრადიციული ტექნიკა იმ რეგიონებისთვის, სადაც პრაქტიკულად ტენიანობა არ არსებობს, მაგრამ მაინც ახერხებდნენ რომ მცენარეებს საოცრად გაეფესვიანებინათ. დღეს ამას ნაბიჯ-ნაბიჯ გასწავლი, რომ შეძლო ისწავლო და მიაღწიო დიდ წარმატებას, თუნდაც დრო არ ჰქონდეს, თუნდაც ძალიან შრალ კლიმატში ცხოვრობდე, ან გინდა გაამრავლო ხეხილი, რომლის დაკარგვაც არ გინდა. ეს მეთოდი იდეალურია, რადგან ძალიან ცოტა მოვლა საჭიროებს და წარმატების ძალიან მაღალ მაჩვენებელს იძლევა. ამ სისტემით შეგიძლია მიიღო შენი ხის ზუსტი ასლი. ლეღვი, ბროწეული, ვაშლი, ანუ რაც არ უნდა კონდეს შენს ნაკვეთში, ბაღში ან ეზოში. ახლა გადავიდეთ მასალებზე. სახარაული მეთოდისთვის ძალიან ცოტა რამ გჭირდება. შავი მიწა ან ტორფი ან ქვიშა, სამივე გამოდგება, ერთჯერადი ჭიქა ან პატარა კონტეინერი, კარგად გალესილი სკალპელი ან დანა, ლენტი, სამაგრი ან თხელი თოკი, რომ ფესვის გადაჭრა დაიმაგროს. და დასაფარად, ტილო, როგორც ტრადიციულად აკეთებდნენ სახარაულები, ან შავი პოლიეთილენი, რომელიც ტენიანობას ძალიან კარგად ინარჩუნებს. და ასევე, ალოეს პატარა ნაჭერი. დიდი ფოთოლი საჭირო არ არის, პატარა ფოთოლიც საკმარისია. ჭრით ალოეს პატარა ნაჭერს და ვიღებთ შიგნით არსებულ გელს. დავჭრათ ძალიან წვრილად დანით. თასში ვურევთ ამ ალოეს მიცასთან, ტორფთან ან ქვიშასთან ერთად. ნარევი უნდა იყოს ტენიანი, რბილი, მაგრამ არა თხევადი. ეს ნარევი ასრულებს სამ აუცილებელ ფუნქციას, ინარჩუნებს ტენიანობას კვირების განმავლობაში მორწყვას გარეშე, ბუნებრივად ასუფთავებს ჭრილობას, ამატებს მცენარეულ ჰორმონებს, რომლებიც ფესვების გაჩენაში ეხმარება. ახლა გადავიდეთ ლეღვის ხეზე. ამ მეთოდში ვაკეთებთ ორ ჭრილს, ერთს ერთ მხარეს და მეორეს საპირისპირო მხარეს. ვაკეთებთ ღრმა ჭრილს, თითქოს ტოტს წვერს უსწორებთ. ვაშორებთ ქერქს და კამბიუმს, სანამ ხის მასას არ დავინახავთ. შემდეგ ზუსტად იგივეს ვაკეთებთ საპირისპირო მხარეს. ეს ორი ჭრილი ნაწილობრივ წყვეტს მზა წვენის ნაკადს, რის შედეგადაც ჰორმონები გროვდება ჭრილის არეში. ეს დაგროვება არის ის სტიმული, რაც მცენარეს სჭირდება ახალი ფესვების გასაზრდელად. ახლა მოვამზადებთ საჰარული საჰაერო აკოც და აქ მნიშვნელოვანია სწორად მივყვეთ ნაბიჯებს. პირველი, ვამზადებთ ჭიქას. ვიღებთ ერთჯერად ჭიქას და ვაკეთებთ ვერტიკალურ ჭრილს ზედა ნაწილიდან ჭიქის შუა ნაწილამდე, გრძივი ჭრილი. ეს საშუალებას მოგცემს ოდნავ გავხსნათ ჭიქა და მოვარგოთ ტოტს. მეორე, ვათავსებთ ჭიქას ტოტზე. ცოტა ვხსნით ჭიქას და ვაყენებთ ტოტზე ისე, რომ ჭრილი ზუსტად იმ ადგილას იყოს, სადაც ორი ჭრილია გაკეთებული. ჭიქა მთლიანად უნდა დაფაროს წრილის ადგილი. მესამე, ვამაგრებთ ჭიქას. როცა სწორად დავაკენებთ, ვამაგრებთ ლენტით, თოკით ან სხვა დამჭერით. უნდა იყოს მყარა და არ უნდა ირხეოდეს. მეოთხე, ვავსებთ ნარევით. ახლა კი, როცა ჭიქა უკვე მყარად არის დამაგრებული, მის შიგნით ვავსებთ ალოესა და მიწის ნარევით. ეს ნელ-ნელა უნდა გავაკეთოთ, მსუბუქად დავაწვეთ, რომ ჭრილი მთლიანად დაიფაროს. ხუთი, ვასხამთ ერთჯერად წყალს. ძალიან მსუბუქად ურწყავთ, მხოლოდ ერთხელ. ჭარბი წყალი გამოვა ჭიქრის ვერტიკალური ჭრილიდან. მეორედ აღარ მოვთანთ. ალოე ტენიანობას კვირების განმავლობაში შეინარჩუნებს. შემდეგ მთლიანად ვფარავთ ნამტვრევს ნაჭრით, როგორც ტრადიციულად აკეთებდნენ, ან შავი პოლიეთილენით, თუ მეტი პრაქტიკულობა გვინდა. ეს იცავს პირდაპირ მზისგან და ინარჩუნებს ტენიანობას შიგნით. მნიშვნელოვანი რამ, სახარაული მეთოდი ჩვეულებრივ დამატებით მორწყვას არ საჭიროებს. მხოლოდ ერთი მორწყვას სრულყოფილად მუშაობს. მაგრამ თუ განსაკუთრებულად დავინახავთ, რომ ნიადაგი ნამტვრევის შიდლით ძალიან გამომშრალია, მაშინ კი შეგვიძლია მცირე დამატებითი მორწყვა მივცეთ. და სანამ გავაგრძელებ, მინდა ძალიან საინტერესო რამ გითხრა. სახარაულები მხოლოდ ამ მეთოდს არ იყენებდნენ. ისინი ფრთხილად არჩევდნენ, როდის გაეკეთებინათ ეს. ისინი ამას კლებადი მთვარის პერიოდში აკეთებდნენ. რატო? იმიტომ რომ გამოცდილებით იცოდნენ, კლებადი მთვარის დროს ხის წვენი ქვემოთ ფესვებისკენ ჩადის და ზედა ნაწილი უფრო მოდუნებულია. ეს ნიშნავს, რომ ტოტში შიდა წნევა ნაკლებია. ნაკლებ წვენს კარგავს ჭრილობიდან და ბევრად უკეთ იღებს ახალ ფესვებს.
მოკლედ რომ ვთქვათ, მცენარე ნაკლებად იტანჯება და უფრო ადვილად ფესვიანდება. რაც შეეხება წყლის პერიოდს, ამას გაზაფხულის დასაწყისში ან ზაფხულის ბოლოს აკეთებდნენ, როცა მცენარეს ჯერ კიდევ აქვს ძალა ფესვების გასაზრდელად, მაგრამ არ არის სიცხის ან სრული გვალვის სტრესში. გაზაფხულზე წვენი იწყებს მოძრაობას და მცენარეს აქვს ენერგია აღსადგენად. და ზაფხულის ბოლოს, როცა სიცხე ოდნავ იკლებს, ეს იდეალური დროა, რომ აკოდი განვითარდეს ისე, რომ ნარევი არ გამოშრეს. კარგი, ახლა უკვე შედეგებიც მოდის. როცა ჰაეროვან ნაკოდს გავხსნით, ვნახავთ თეთრ, ძლიერ და ჯამთელ ფესვებს, რომლებიც მთლიანად შემოერტყმიან იმ ადგილს, სადაც ჭრილობები გავაკეთეთ. ამ დროს უბრალოდ ქვემოთ ვჭრით და უკვე გვაქვს ახალი ლეღვის ხე, რომელიც ზუსტად დედახეს გავს. რას ნიშნავს იდენტპორი? ეს ნიშნავს, რომ ეს ახალი ხე გამოიტანს იგივე რაოდენობის ნაყოფს, იგივე ხარისხს და ძალიან მალე უკვე დაიწყებს ნაყოფის მოცემას. ეს სიტყვასიტყვით დედა მცენარის გენეტიკური კლონია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როცა ვცდილობთ ხილის ხე თესლიდან გავზარდოთ, თითქმის არასდროს ვიღებთ იგივე ტიპის ნაყოფს. თესლები გენეტიკას ურევენ და შედეგი ნამდვილი ლატარიაა. შეიძლება ბევრი ნაყოფი გამოიტანოს. შეიძლება ცოტა ნაყოფი გამოიტანოს ცუდი ნაყოფი, ან შეიძლება წლები დასჭირდეს ნაყოფის მოსაყვანად, ან საერთოდაც არასდროს გამოიტანოს. ამიტომ ეს მეთოდი ასეთი ფასეულია, რადგან დედახის დაკლონვით ზუსტად ვიცით, როგორი ნაყოფი გვექნება და წლების შრომას არ ვკარგავთ. საჰარაული მეთოდი გვაძლევს გარანტიას, რომ ახალი ხე ისეთივე ძლიერი, ისეთივე პროდუქტიული და იგივე თვისებების იქნება, როგორც ორიგინალი ხე. ბოლოს ერთი რჩევა. როცა აკოც მოხსნი და ახალ ლეღვის ხეს დარგავ, პირველ კვირებში ეცადე, რომ სუბსტრატი ოდნავ ტენიანი იყოს. არ არის საჭირო წყლით დაფარვა, უბრალოდ ტენიანობა შეინარჩუნე. ასე დააზღვევ, რომ ახალი ფესვები კარგად შეეგუებიან და შენი მცენარე პირველი დღიდანვე ძლიერად დაიწყებს ზრდას. სანამ რამეს დავიწყებ, მინდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ განმარტო. ეს ტექნიკა, რაც გავაკეთეთ, მაქსიმალურად ზუსტად იმიორებს საჰარაული ორიგინალური მეთოდის გამრავლებას, მაგრამ თანამედროვე მასალების გამოყენებით, რომ უფრო პრაქტიკული იყოს. ახლა კი გულწრფელად გეუბნები და ჩემი გამოცდილებით. თუ ორ ჭრილობის ნაცვლად სრულ რგოლს გავაკეთებთ, ანუ ტოტის გარშემო მთლიანად მოხსნით ქერქს, წარმატების პროცენტი კიდევ უფრო მაღალია. ეს დამტკიცებულია და უმეტეს შემთხვევაში უკეთ მუშაობს. მაგრამ რადგან დღეს საჰარაული მეთოდის პრაქტიკას ვსწავლობთ ზუსტად ისე, როგორც ისინი აკეთებდნენ, მხოლოდ ორ ღრმა ჭრილობას გავაკეთებთ, ერთს ერთი მხრიდან და მეორეს მეორე მხრიდან. მინდოდა ეს განმემარტა, რომ გაუგებრობა არ იყოს. თუ ეს ვიდეო მოგეწონა, დააკომენტარე, მოიწონე და გაუზიარე ვინმეს, ვისაც მცენარეები უყვარს, რადგან ეს მეთოდი ყველას დაეხმარება სახლში საკუთარი ხეხილის გამრავლებასა და კლონირებაში. მეც ძალიან გამიხარდება, თუ მომწერ რომელ ხეზე აპირებ ამ მეთოდის გამოცდას, ან მსოფლიოს რომელი კუთხიდან მიყურებ. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.